თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა და გამონაკლისის სახით ახალი შტატის დამატება. საკითხმა ბიუროს შემდეგ ხმაური საკრებულოს ხდომაზეც გამოიწვია. ოპოზიციის თქმით, როდესაც მერმა მოითხოვა ერთ-ერთი შტატის გაუქმება და მისი ახალი უფრო მაღალი რანგის შტატით ჩანაცვლება, არ დაუსაბუთებია, რატომ დადგა ამის საჭიროება ან რა ფუნქცია მოვალეობა დაეკისრებოდა ამ თანამდებობაზე დანიშნულ ადამიანს. ოპოზიციის კითხვებს ხდომაზე მერიის წარმომადგენელი პასუხობდა. მესამე რანგის სპეციალისტად რომ და გადაინაცვლოს, გარდა იმისა, რომ 250 ლარით ხელფასი იზრდება, მეცხრეთ, რომ არანაირი საჯარო კონკურსის წესით იქ ადამიანი არ დაინიშნება და რატო. ის ადამიანი, რომელიც ყავდათ მეოთხე რანგის სპეციალისტად, ეხლა აქ შემოდის მეცხრე საკითხად ამავე საკრებულოს ხდომაზე, ეს ადამიანი განაცვლული ხელფასიც არ ქონდა შორი კვირის მანძილზე, ვიდრე ეს მოხდება გამოცხადება და დანიშნა, ხელშეკრულებით არ. გარდა იმისა, რომ ხელფასუმატებელი ეს სხვა საკითხია. გარდა იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, რომ დაწინაურდა რა უნდა გააკეთოს, ან რა საკითხები დააკავდეთ. ორი კვირითაც რო ხელფასი არ დაკარგოს, უბრალოდ გადაწყვეტეს, რომ ხელშეკრულებით აიმართოს. რა აუცილებლად ადამიანი ორი მუშაობს იქ და რატომ ვერ დაიგოს ხელფასი მაინტერესებს. ედრა მონაწილეობა უკავშირდება ვისაც აქვს ადამიანი მუშაობს კომპეტენტური ადამიანი და ეპასუხა კითხვებს. მე მუშაობს ადამიანი და სანამ ჩვენ დებულებას მივიღეთ, რომ ეს ადამიანი მოვალეობრივ ხელფასი არ მოიგო. აი საინტერესო კითხვაა. ცოტა არგუმენტირებული კითხვები უნდა იყოს და რეალური. ადამიანი არ არის ვალდებული იმუშაოს. ისე და არ არის თავისი შრომის ანაზღაურება. და საერთოდ ზოგადად ზოგი სპეციალისტი იმდენ საქმეს აკეთებს და კომისიის წევრები პირველი რანგის ხელფასებიც ეკუთვნის. ვის არადა როგორ მუშაობენ ადამიანები ძალიან კარგად იცის, მაგრამ აქ არის სასახური წარმოდგენილი, რომელმაც ვერც კი დაასახელა ეს ადამიანი რას აკეთებდა და ეხლა რა უნდა გააკეთოს. რეგულირებები არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც აღმასრულებელი იყოს, რომ მე დავისწავლებ ეს ადამიანი, რეგულირებები რომ მოიტანოს ინფორმაცია, სადაც ჩვენ უნდა განვიხილოთ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. აი პოლიციური განცხადების საერთო ადამიანებს მოგებულობთ განცხადების კონკრეტულად ერთი ადამიანი არის მიუხედავად ის ადამიანის ვერ გვეუბნებათ რა უნდა გააკეთოს, როცა მესამე რანგის თანამშრომელი გახდება და წინააღმდება ამ შემთხვევაში და შესაბამისად 3000 ლარით მეტი უნდა გავიგოთ ბიუჯეტიდან, ვერ პასუხობენ საკითხი ჯერ მომზადებული სრულფასოვნად არ არის, რადგან კომპეტენტური პირი ვერ უნახით აქ გვიპასუხოს რა ხდება, რატო უმანდეთ ან რატო ვაწინაურებთ ამ ადამიანს და ჩვენ საკრებულო ვამსუქებთ. მე ამ საკითხს მხარს არ დავუჭერ და მოგიწოდებ თქვენც არ დაუჭიროთ. ეს არის ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას. ვიღაცა თავში მოუვიდა, ეს ვიღაცა ახლობელია ქართული ოცნების მედროვია და დაუუკიცოთ და დაუმატოთ მას ხელფასი და დავაწინაუროთ. როდემდე უნდა გაგზელდეს ეს? ყველა ხდომაზე კოტე თავზარაშვის ტრადიციად ექცა, რომ დაამატოს შტატები. დღევანდელ ხდომას არ ყოფილა გამონაკლისის საკრებულოში, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ სოციალურ სამსახურის სპეციალისტებს, ანუ მეოთხე რანგის სპეციალისტი სოციალურ სამსახურში უქმდება და მესამე რანგის სპეციალისტს ამატებენ. ჩვენ კითხვები ქონდა, რომ ეს ადამიანი რას აკეთებდა, როდესაც იყო მეოთხე რანგის სპეციალისტი და ეხლა რას გააკეთებს, როდესაც დაწინაურდება, რომელსაც 250 ლარით ეზრდება ხელფასი და ამაზე პასუხი ვერ გაგვცა მერიიდან წარმოდგენილმა ადამიანებმა, ვინაიდან მათ აზრზე არ იყვნენ თუ რასთან დაკავშირებით საუბრობდით ჩვენ. ამას ემატება ის, რომ მეოთხე რანგის სპეციალისტად მუშაობდა მაია გოგიძე, რომელიც ქართული ოცნების აქტივისტია, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოირჩევა ლანძღვით, აგრესიით, სიძულვილის ენით და თავს ესხმის იმ ადამიანებს, რომელიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ და შესაბამისად ამ ადამიანს ცდილობენ, რომ ქართულმა ოცნებამ დაუფასოს და ეხა გადაყავთ მესამე რანგის სპეციალისტად და აწინაურებენ. ნაციონალური მოძრაობის წევრის ვასილისა ჯაბახიძის თქმით, ქართულ ოცნებას და გორის მერს გამონაკლისის სახით მოთხოვნილი შტატი, რომელიც საცხოვრისებში უსახლკაროებს გააკონტროლებს, იმ ადამიანისთვის დაუშვა, რომელსაც შემდეგ მაღალ რანგზე დანიშნავს.
ქართულმა ოცნებამ მაია გოგიძეს, რომელიც სოციალურ ქსელში ლანძღვაგინებით გამოირჩევა, ასე დაუფასა თავის აქტიურობა და დააწინაურა, ოღონდ დააწინაურა ისეთ კატეგორიაში, რომელსაც თვითონაც კი ვერ ხსნის რა ევალება ამ ადამიანს და მეტიც, ვიდრე სამსახურები გადაეწყობა და ეს შტატი გაუქმება და ახალი იქნება დაშვებული, ხელშეკრულებით აიყვანეს 2 კვირით. 2 კვირაც კი არ გაუჩერეს ხელფასი და ეს ადამიანი აბსოლუტურად არაფერზეც, რომელსაც არ სჭირდებათ, ხელშეკრულებით აიყვანეს, რომ ამ ხელშეკრულების პერიოდში ვიდრე შტატების გარდაქმნა მოხდება, უბრალოდ კიდევ დამატებით ხელფასს აიღებს ქალბატონი მაია. რატომ გახდა საჭირო გაუქმებული შტატის უფრო მაღალი შტატით ჩანაცვლება? მერიაში ამის დასაბუთებულად განმარტების საკითხი დააყენეს საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემაც. მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა და უამრავი კითხვისა, საკითხი საკრებულოს ხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს.